თბილისში ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს ელოდებიან დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში ეშვება დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ნატოს საქართველოს კომისიის ხდომა გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გურამ როგავა იმყოფება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გურამ დაეშვა თუ არა უკვე აეროპორტში თვითმფრინავი. დღეს წუთია აეროპორტში იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი დაეშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზიტი უკვე ოფიციალურად დაწყებულია და დღეს ის პირველივე შეხვედრას გამართავს გიორგი კვირიკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ უკვე დაიწყება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და პრემიერ-მინისტრი უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს, ისინი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას და დღის ბოლოს სტუმარი შეხვდება თავდაცვის მინისტრს. რაც შეეხება მთავარ თემებს, ზოგადად ნატო-საქართველოს კომისიის მნიშვნელობაზე გააკეთეს ჩვენთან საუბრისას რესპონდენტებმა აქცენტი. ეს კომისია შეგახსენებთ, რომ დაფუძნდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სწორედ პირველი შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოსი გაიმართა აგვისტოს ომის შემდეგ სექტემბრის თვეში 2008 წელს და ამ სხდომაზე გადაწყდა, რომ უნდა დაფუძნებულიყო ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. ამ კომისიის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ ის პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს და სწორედ დღეს ასეთ გადაწყვეტილებებთან მსჯელობას რაც შეეხება ჩვენ მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ისინი კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელიან ალიანსისგან. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა არის შავი ზღვის აკვატორიაში კონტროლის გამკაცრება. ეს არის თემა, რომელიც ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე მინისტერიალსა თუ სამიძე განიხილა ნატომ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეებმა აჩვენა, რომ აუცილებელია შავ ზღვაში ალიანსმა გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პროცესში საქართველოს ექნება სრულყოფილი მისია, სრულყოფილად ჩაერთვება ამ პროცესში საქართველო. თვითმფრინავი რამდენიმე წუთში უკვე აქ მოვა. ჩვენ ასევე მნიშვნელოვან შეხვედრებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მინისტრებს. ისინი ამბობენ, რომ ორმხრივ შეხვედრებზე, ისევე როგორც ნატო-საქართველოს კომისიაზე, საუბარი იქნება სამხედრო თემის გარდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თემებზე. ალიანსი არის არა მხოლოდ სამხედრო, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია. შესაბამისად, იენს სტოლტენბერგის ერთ-ერთი ინტერესის სფერო იქნება მოახლოებული არჩევნები. თავად ის ფაქტი, რომ საბჭო ჩამოვიდა საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყოს სტაბილურობის ჩარჩოში და ეს არაერთხელ აღინიშნა ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ ნატო დააკვირდება ამ არჩევნების მიმდინარეობას და სწორედ არჩევნების ჩატარება, მისი ასე ვთქვათ, გამჭვირვალობა გავლენას მოახდენს ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების მიმდინარეობაზე. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ ვარშავაში ვესაუბრეთ ნატოს მაღალჩინოსნებს, პირადად მე მქონდა საშუალება, რომ ვარშავაში შევხვედროდი ნატოს სხვადასხვა ელჩებს, რომლებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ სწორედ პოლიტიკური პროცესებია მნიშვნელოვანი საქართველოს დაახლოების პროცესში ნატოსთან. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასევე მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის ფარგლებში იმ საწვრთნელი ცენტრის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელსაც ხვალ მოინახულებს იენს სტოლტენბერგი. ეს არის ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ერთობლივად დააფუძნა ალიანსმა და ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი სამხედრო ურთიერთობები. და ვიდრე ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვნახავთ თუ როგორ ჩამოვა თვითმფრინავიდან იენს სტოლტენბერგი და როგორ დახვდებიან მას აქ ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, დავით ბაქრაძე, გენერალური შტაბის უფროსი და ასევე ნატოში საქართველოს ელჩი. მანამდე მოდით მოვისმინოთ სწორედ მათი კომენტარები, თუ როგორია მათი მოლოდინი დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ის თავდაცვის სისტემების გაძლიერების მექანიზმები, რომელიც შეთანხმდა ვარშავის სამიტზე, განხილული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციის მექანიზმები, რომელიც ასევე ვარშავის სამიტზე შეთანხმდა. მეორე, ეს არის საქართველოს მისწრაფება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ძირითადი ინსტრუმენტებით და ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველო მოემზადოს წევრობისთვის. ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა, ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ჩვენ ვიმსჯელებს სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე. ჩვენ გავაცნობთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მის წევრ ქვეყნებს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც გაგვაჩნია იმ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ჩვენ უზრუნველყავით პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა ვარშავის სამიტზე, შეეხება როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობას, ახალი გზების შეთანხმდა თანამშრომლობისა ვარშავის სამიტზე და ჩვენ ვისაუბრებთ ამ გზების იმპლემენტაციის თემებზე, თვითონ რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, ეს არის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი, ეს არის მკაფიო დემონსტრირება და სიგნალი იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, იქნება განხილული არსებული ვითარება, პოლიტიკური ვითარება, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ზოგადად. იქნება განხილული საფრთხეები სამხედროთა მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გამიხილავთ თუ ჩვენ რას ვაკეთებთ იმ გეგმების აღსრულებისათვის, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია და იმ პროგრამების წარმატებით დასრულებისთვის, ამავე დროს განხილული იქნება ახალი ინიციატივები. როგორც ხედავთ, უკვე დაეშვა იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთში უკვე დელეგაციის წევრები ჩამოვლენ ტრაპიდან და დაიწყება ოფიციალურად ვიზიტი. დღეს დაგეგმილია პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. უკვე მოგვიანებით კი, რა თქმა უნდა, შეხვედრები გაიმართება როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ეს შეხვედრები ხვალისთვის არის დაგეგმილი და ოფიციალურ პირებთან ერთად ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება ასევე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს, სტუდენტებს ხვალ, ასევე დაგეგმილია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც სიტყვით მისალმების და სიტყვით გამოსვლის შემდეგ უკვე იენს სტოლტენბერგი მზადა უპასუხოს ქართველი სტუდენტების შეკითხვებს. კიდევ აქ გეტყვით და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ იენს სტოლტენბერგს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან დელეგაციის წევრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ნატოს რომელსაც ხელმძღვანელობს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ასევე დელეგაციის წევრებს შორის არიან გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე ბუნებრივია, აქ იმყოფებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ოქროს საწმისის ორდენს გადასცემს გიორგი მარგველაშვილი სტუმარს. ოქროს საწმისის ორდენი ზოგადად ეს არის სახელმწიფო ჯილდო ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებსაც ასე ვთქვათ საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ასევე დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი აქვს და პრეზიდენტმა ჩაათვალა, რომ სწორედ ამ კრიტერიუმებს შეესაბამება ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ხვალ უკვე პრეზიდენტის სასახლეში პირადად მიიღებს ამ ორდენს. ეს ორდენი 1998 წელს დააწესა პრეზიდენტმა. ნატოს გენერალურ მდივანს აქ ვიზიტის ფარგლებში ასევე ექნება საშუალება, რომ მოინახულოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც რა თქმა უნდა თქვენ გახსოვთ, რომ გაიხსნა პომპეზურად, ეს არის ცენტრი, სადაც ქართველი სამხედროები ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებთან ერთად ერთობლივად გადიან წვრთნებს. ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რადგან როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის
ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ საქართველოს აიმაღლოს თავისი სამხედრო უნარჩვევები და ასევე ეს არის საშუალება საქართველოსთვის იმისთვის, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასე ვთქვათ, მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. თქვენ ახლა ასევე ხედავთ, რომ აქ წითელ ხალიჩასთან სტუმრებს უკვე ელოდებიან ოფიციალური დელეგაციის წევრები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საზეიმოდ სამხედრო საზეიმო დახვედრის ცერემონიას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით რამდენიმე წუთში, მანამდე კი კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამჯერად ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე. ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერის და აღიარების კუთხით. ასევე ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცების კუთხით და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. ეს არის მკვეთრი გამოხატულება ნატოს მხარდაჭერის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ინტეგრაციის. ჩვენ ამ 2 დღის განმავლობაში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საბჭოსთან ვიმსჯელოთ იმ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის გზებზე, რომელიც მიღებული იქნა ვარშავაში. ვიზიტის პროგრამა მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოს ურთიერთობებისათვის. ეს კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმ პროცესის შეუქცევადობას, რასაც ქვია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, იმიტომ რომ როგორც წესი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში ასეთი რამ არ ხდება და ამ დროს საქართველოში უკვე მეოთხე ვიზიტია. ჩვენ კვლავ ველოდებით, როდის ჩამოვა თვითმფრინავიდან ნატოს გენერალური მდივანი. მე შეგახსენებთ, რომ ის გახსნის ამ ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე სხდომას საქართველოში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში. ზოგადად მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტით 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია. აი უკვე გამოვიდა იენს სტოლტენბერგი და მას საზეიმო დახვედრით აქ დელეგაციის წევრები შეხვდებიან. ის ახლა მიესალმება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრს დავით ბაქრაძეს და ასევე იმ ადამიანებს, იმ დელეგაციის წევრებს, რომლებიც მას ელოდებიან. მათ შორის არიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასე ვთქვათ, თანამშრომლები, მაღალჩინოსნები, არიან ბუნებრივია ბრიუსელში, ნატოში ჩვენი ელჩი და ელჩის აპარატის წარმომადგენლები, ასევე გენერალური შტაბის უფროსი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. თქვენ ხედავთ, რომ იენს სტოლტენბერგთან ერთად ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ჩამოვიდა კავკასიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და პირველივე შეხვედრას უკვე სასტუმროში გამგზავრების შემდეგ გამართავს იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრთან. ეს იქნება მოგვიანებით 14 საათსა და 35 წუთზე, ხოლო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება 4:30 და უკვე მოგვიანებით იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას. დღესვე ასევე იენს სტოლტენბერგი გეგმავს შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და საუბარი შეეხება სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ასევე უამრავი შეხვედრაა დაგეგმილი. ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვედროდა ქართველ სტუდენტებს. ის რა თქმა უნდა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს. პრესკონფერენცია დღესაც გაიმართება ხვალაც და გარდა ოფიციალური, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნების, პოლიტიკოსების აუდიენციებისა გაიმართება ასევე დისკუსიები არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იენს სტოლტენბერგს მათთან მიმართებაში ექნება სწორედ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს სამოქალაქო სექტორი საქართველოს განვითარების გზას, უსაფრთხოების საკითხებს და არჩევნებს შეეხებიან ბუნებრივია ამ შეხვედრაზე. როგორც გითხარით, სამხედრო ალიანსი ასევე ინტერესდება პოლიტიკური საკითხებით და არჩევნები იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობა გურამ, ეს გურამ როგავა იყო, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა. იქ სულ რამდენიმე წუთის წინ დაეშვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის თვითმფრინავი და იენს სტოლტენბერგი. ახლა ისინი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ.